უთხრა მათ კიდევ იგავი იმის შესახებ, რომ ყოველთვის უნდა ილოცონ და არ მობეზრდეთ. თქვა: ერთ ქალაქში იყო ერთი მსაჯული, ღვთის არ ეშინოდა და ხალხის არ წვენოდა. იმავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი ქვრივი. მივიდა მასთან და უთხრა: დამიცავი ჩემი მოქიშპისაგან. დიდხანს უარობდა. მერე თავისთვის თქვა: მართალია ღვთის არ მეშინია და ხალხის არ მრცხვენია, მაგრამ რა კი ეს ქვრივი მოსვენებას არ მაძლევს, დავიცავ, რომ აღარ მოვიდეს და თავი არ მომაბეზროს. თქვა უფალმა: გესმით რას ამბობს უსამართლო მსაჯული. განაღ ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, რომელნიც დღე და ღამე მას შეღაღადებენ და არ იქნება სულგრძელი მათთან. თქვენ გეუბნებით, მალე დაიცავს მათ. მაგრამ როდესაც კაცის ძემოვა პოვებს ნეტა დედამიწაზე რწმენას. ზოგიერთებს, ვისაც სჯეროდათ, რომ მართალნი იყვნენ, სხვებს კი ამცირებდნენ, უთხრა ეს იგავი. ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად, ერთი ფარისეველი და მეორე მებაჟი. ფარისეველი იდგა და თავისთვის ლოცულობდა: გმადლობ ჩემ ღმერთო, რომ არა ვარ როგორც სხვა ადამიანები არიან, მძარცველები, უსამართლონი, ბრუშნი, ან როგორც ეს მებაჟია. კვირაში ორჯერ ვმარხულობ და მეათეც ვაძლევ ყოველი ჩემი შენაძენიდან. ხოლო მებაჟე მოშორებით იდგა და ვერც კი ბედავდა, რომ ცისკენ მიეპყრო თვალი. კერჩი მჯიხს იცამდა და ამბობდა: ღმერთო, შემიწყალე მე ცოდვილი. თქვენ გეუბნებით, ეს უფრო გამართლებული წავიდა შინ, ვიდრე იგი, ვინაიდან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება და ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება. მოუყვანეს იესოს ღრმებიც, რომ შეხებოდა მათ, ეს რომ მოწაფეებმა დაინახეს, საყდურობა დაუწყეს. მაგრამ იესო მოიხმო ისინი თავისთან და თქვა: გამოუშვით ბავშვები და ხელს ნუუშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგათნაირებისაა ღვთის სასუფეველი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინც ისე არ მიიღებს ღვთის სასუფეველს, როგორც ბავშვი, ვერ შევაშლით.